გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კაი ხალხო. კიდევ ერთი იარაღი ჩავიწეროთ. აი ესეთი უცნაური იარაღი ჩამივარდა ხელში. მაგრამ ეს ტყუებს არ ისვრის. მოდი ეს მერე ვნახოთ რა არის. იარაღი მაქვს აი ესეთი. ქვია რუგერი, PC კარაბინი. აი აქ აწერია, შეხედეთ. და მოდი თვითონ იარაღზე ვილაპარაკოთ. ესენი საქართველოში იყიდება, რუგერი ძველი ფირმა და ცნობილი. ლულა ნახეთ რანაირია, გამოჭედი ლულას რო ეძახიან და აფრეზილს. ესეთი ლულები საერთოდ რატო კეთდება? როცა ავტომატური იარაღია და სწრაფად ისვრით, ლულა ცხელდება და აი ესეთი დაღარული როა უფრო მალე ცივდება. ეხლა ამას რატო აქვს ესეთი ლულა? იმიტომ ისა რა ქვია, უფრო მარკეტინგული ხრიკი მგონია რა. ტყვიებს ისვრის 9-19 ლუგერს. ეხლა ამან რა უნდა ისწავლოთ იმდენი, რომ ამას გააცხელოს ამისი ლულა და ესეთი ლულა იყოს, მაგრამ შესახედაოდ არის კარგი. და სქელ კედლიანი ლულა, ლულა დიდი რესურსი ექნება, უეჭველი და არის მაგარი მძიმე რა. იარაღი არის კალაშნიკოვზე მძიმე, ალბათ ერთი 3 კილო ნახევარი იქნება და თან დაბალანსებული არ არის. ხელში რო გიჭირავთ, აი მას ქნევს დაბლა. ანუ აი ეს სქელი ლულა ჩალიჩობს და დაბლა დაიწერს. ეხლა ამ ლულებს ორი რაღაცა აქვს, ანუ იარაღი როცა მძიმეა, როცა ეგეთ პატარა კალიბრს ისვრის ამ სიმძიმე იარაღიდან. იარაღს დრო არ აქვს, ანუ შეგიძლიათ ზუსტად მიზანში ისროლოთ, მაგრამ თუ მიზანში სროლა გინდათ მაინცა და მაინც, ხო? ესეთი ვაზნა რატო უნდა ისროლოთ, ხო? ეს უფრო ესაც 100 მეტრამდე, 120 მეტრი, სადმეტი ამას არ აქვს, რა ქვია, მუღამი. კიდე რა არ მომწონს ამერაში, მოდი ეგ ვილაპარაკო. ტელესკოპური კონდახი არ აქვს, გრძელი ხელი გაქვს, თუ ხელმოკლე ხარ, თუ ხელგრძელი, გინდა არ გინდა, ესე უნდა იყოს რა. ეხლა ჩემთვის მე არა მაქვს გრძელი ხელი რა, მაგრამ ჩემთვისაც კი აი ეს კონდახი ცოტა წინ რო იყოს, აი ეს იარაღი, შეხედეთ, აი ამ ხელათი ცოტა მეტი რო იყოს. იქნება მოსახერხებელი. ეხლა რამის ხვირზე მაქვს მიდებული იარაღი რა. რაც არ მომწონს. ყველა ვარიანტში თუ გადაწყვეტეთ ესეთი რაღაცის ყიდვა, ხო? სანამ მაგას ჩაიდენთ. მიდით მაღაზიაში აიღეთ ხელზე, მხარზე მოირგეთ. თუ გრძელი ხელები გაქვთ, ჩემზე, რა ვიცი, აი რაღაც ესე მოგიწევთ, რა იქნება ცუდი. თვითონ ხარისხიანია, დაფაროს ხარისხიანი ხელს უკიდებ. გრძნო პლასმასის ისეთია. სამიზნე აქვს ჩაშენებული, რაც מחარებს, ანუ უყურეთ, ეს მე პატრონის დაყენებული ოპტიკა და ოპტიკა შეგიძლიათ მოხსნათ, ეს არაფერ ხელს არ უშლის, ოპტიკაც რო ეყენოს, შეგიძლიათ მექანიკურად ოპტიკის ქვეშ გაიხედოთ. აი რავი, თვალით უჩანს პირდაპირ, ანუ მოახედი, აი ეგრე, აი ხლა ვიხედები ამის ქვეშ. ანუ დამიზნება შემიძლია რა. მაგრამ ეხლა მოდი პლუსებზე ვილაპარაკო. ძალიან მაგარია, რომ შეგიძლიათ ეს მოხსნათ გადასატანი და გადმოიტანოთ აქეთ უცაციაღად. აი ეს მჭიდების ამოსაგდები შეგიძლია აქ მოხსნათ და გადმოიტანოთ აქეთ. ანუ უფიქრიათ, რომ ისეთი ადამიანისთვის გაეკეთებინათ, რომ ორივე ხელი იხმაროს. ანუ მართვის ორგანოები ორივე მხარეს აქვს. აი აქ უყენია ეს წველი. აი ეს რკინა. ორეთ ამას რო გადმოტევით, თუ მჭიდი შიგარი ხორჩება ზემოთ. ანუ ეს არის მაგის კბილი, მე უკან მოწევ და წინ წავა, მაგას გაჩვენებთ. შესახედაოდ არის ბრუტალური, ძიმია, ხო კი გითხარით რა, 3 კილოზე მეტი, 3 კილო ნახევარი იქნება ალბათ. აი იქნება სასწორი მქონდა, მაგრამ არა მაქვს. საკიდარები აქვს, კარგად არის მოფიქრებული, აი ესეთი რაღაცა. მჭიდი მიდის გლოკის ნებისმიერი, გინდა 30-იანი იყოს, გინდა 17-იანი, ამაში ახლა 10-იანი მჭიდი უყენია. 10-იან მჭიდს თუ დაუყენებთ, აი ესეთ პატარა გამოწეული რჩება, შეხედეთ, აი აქ. ნუ 17-იანი ალბათ აქამდე გამოვა რა. გლოკის მჭიდი მიდის, აი ახლა აი ეს არის გლოკის მჭიდი, ეს არის რამდენიანი? 17 ვაზნა, ანუ 16. ანუ გამოვიღოთ. და აი ესეთი რაღაცა მოხდა, აი ესე წავიდა. მაგრამ ეხლა თქვენ თქვენ საუბრად არ მიდიხართ და რაღაცა ეს არ დაგჭირდებათ. 10-იანი არის ძალიან ნორმალური ზომა. კიდე იმას ვიძახით, თუ საუბრად არ გაიჭერთ მაინცა და მაინც ამ იარაღით.
ეხლა სამიზნეებზე ვილაპარაკოთ. წინა სამიზნე ანუ დაყენებულია არ მოძრაობს ამას ვერ გაასწორებთ ქარხნით არის გასწორებული უკან შეგიძლიათ ჰორიზონტალურადაც მიწი მოწიოთ და ვერტიკალურადაც აი აქ შეხედეთ ხელით გასასწორებელი ხარ სპეციალური მექანიზმით რაღაცით რომ მიუკვაკვნოთ შეგვიძლია აქეთ მოწიოთ თუ წინ წადეთ ეს არა სამიზნე ხედავთ აქ დახრილი პირამიდასავით არის აი ესეთი ანუ ამას წინ მიწევთ ზემოთავად ჩამოაცრელებთ დაბლა ჩამოვა შეგვიძლია აქეთ იქითაც მიწევთ რაც კაია მაგრამ ცოტა სახლაფორთოა უნდა იცოდეთ რას აკეთებთ რა ეს მოდი ვისურვოთ სამთხო ეხლა იმასო თავიდან ვილაპარაკეთ ეს რა მე პატრონებმა თქვა ვიყიდეო ძალიან ჭკვიანური რაღაცაა ტელესკოპური ფეხი უყენია შეგიძლიათ გაშალოთ და თუ გინახიათ ძველი მუშკეტერები თოფებს როგორ ისოდნენ ანუ შეგიძლიათ ჩამოდოთ რა ეს აღძილი გამოვიდა შეგიძლიათ ჩამოდოთ ესა ზედა და ამით ისურვოთ რა გითხრათ რა მოსახერხებელია ძალიან საიდან ვისურვო არა აქედან აქედან არის 35 მეტრი თუ აი მოგეთ ამაზე ჩამოდებთ თუ რამე ხო კიდე ამას ეთი რა აქვს იცი პლუსი შეხედეთ იარაღი შიშლება აი ეგ აი ესეთი რაღაცა აქვს წინ მოწევთ და ამას გამოწევთ ჩხირი და აი ესეთი რაღაცა მოხდა გადასაადგილებლად კომპაქტურია რა სადმე ჩადებთ ერთად ზურგჩანთაში ანუ ტვინი არ გაგებურღებათ რა ეხლა მას ისე უკან ავაწყობ ჰონჩავს ავაწყე მოკლედ ცოტა ხელი უნდა გაიწაფო თან ეხლა საათსა ვარ ცივა და ხელებმა გაყინული რა თქვენ თუ ამისი ბედნიერი მეპატრონე გახდებით ამას დაამოღამი ჯამბაზობა და რამე არ უნდა თუ ზიხართ მუხლებზე დაიდებთ ადვილად დაშლით როცა იარაღი ეგრე მოკლდება არის ძალიან კარგი თან გადასატანადაც პოლიცია არ მოგედავებათ იარაღი მიგაქვთ დაშლილ მდგომარეობაში ისევ ამას ჩამოვდებ მაგრამ არ მინდა რომ დავიხარო ამიტომ ამის მუღამი ის არის ამ მოწყობილობის რომ შეგიძლიათ თქვენ ზომაზე დააყენოთ ეს იყიდება რა ვიცი ამაზონზე შეგიძლიათ ნახოთ ჩინეთიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ მე მაგრამ მომეწონა რა აი ეხლა პირდაპირ შემილია ვისრო მოდი კაი სამცა ლუგერის ვაზნს ავიღებ ეთი მაგიდა ვერ გავაკეთე აქ რა ანუ ეს იარაღი ისე დავდოხო ავანო სტაციონარული მაგიდა გავაკეთოთ აი ესეთი ვაზნებია 9-19 გავტენოთ დავისრულოთ ნახოთ რანაირი შეგრძნება იქნება მე ახლა გონია რომ კაი შეგრძნება უნდა გქონდეს ამის როლს ყურები დაიცავით ჭირს რომ მოარგებთ იარაღს ავი ჩემი თხოვნა იქნება მებო რავი ვინც მიყურებთ რა ჭიდი როცა იარაღს აქვს მორღებული აი აქ არ ჩაყოთ თითი არანაირ შემთხვევაში რა არც ხუმრობით არც მე დარწმუნებული ვარ ხო არ გადამიტენია გინდა ჭირი არ აქვს ამაში თითი არ ჩაყოთ თუ სოლას არ აპირებთ რა ყველა შემთხვევითი გასვლა ხდება ეგრე რომ ამაში ყოფენ თითს და წევენ გამივარდა არა თუ ისროლ ეს იგი თითი ჩაყავი და გამოწი ეგ განვარდა აღარ არის შეგნებულად მოიქეცით გადავტენე და მოდი ვესნი მექანიკური სამიზნით რა იმიტომ რომ ოპტიკა შეიძლება გასწორებული არ იყოს
დაბლა წავიდა. მოკლედ არა შეიძლება მწყერი ხესა არა იყო გვარი მისიო. ამისი ცუდი რაღაცა რა არის? კი, მაგარია როცა ესა გაქვს ჩამოღებული, მაგრამ თვითონ ეს მოძრაობს. ამას ვერ აჩერებთ რა და რო უყურებდი ახლა 35 მეტრზე. ძალიან რთულია აი ამისი გასწორება რა. ანუ ეს არ არის დამაგრებული და მოძრაობს და რულად მაგის გამო მოძრაობს. მოდი ახლა მივიდეთ ვნახოთ როგორ გავვატყი. ანუ ერთგვარულად უმიზნებდი და წესით უნდა მოხდორ და 3 ტყვია საიმაში. თუ გასწორებულია მექანიკურად. შეგრძნება იყო ძალიან კარგი. საერთოდ არანაირი უკუცემა არ აქვს, აი 22 ელერს რო ისვრი და საერთოდ გზნობა არ აქვს. აი ეგეთი ის იყო რა ქვია. შეგრძნება სროლის. აჰა. ტყვიები მოვარტყი აცაბაცა. ანუ ერთი აქ მოხდა, ერთი აქ მოხდა და ერთიც აქ მოხდა. ნუ ვაცხადებ რომ თავი რო ქონოდა ვიღაცას იმას თავში გავვარტყავდი. კიდე ერთხელ შეხედეთ როგორ მოვარტყი. ერთი აი აქ მოხდა. ვიტყვი რომ ეს არ არის პირველთვის როლი, მით უმეტეს აი ეგეთი ჩამოსადები მოწყობილობიდან და იმასაც ვიტყვი რომ აი ეგეთი რაღაცის ქონას მე რო ვაკეთებ ხოლმე რა გინახიათ ალბათ ვინც ამბახს უყურებს დანას ვარჭობ ხოლმე ხეში ან რაღაცაში და იმაზე ვდებ. აი ეგეთ მდგომარეობაში თუ ვერაღი ჩამოდით არანაირი მოძრაობა არ აქვს ეს გამომართვი. ასე რომ თუ მაგას იყიდით აი ხა რას გაჩვენეთ. იცოდეთ რომ არ არის ესეთი რაღაცა და მოძრავია. მოგეთ სროლა მორჩა ხო? მე ამას დავაწვევი, გამოვიღე, დავწუნდე რომ ჭიჭი არაფერი არ არის. ან თუ რამეა ხო ვიცი ჩაიდეთ ჯიბეში გადახსენით, ანუ ეს პისტოლეტივით არის რა. სროლას რომ მორჩა გადახსნილი დარჩა. ჩაიხედეთ. ვიზუალურად დარწმუნდით რომ არაფერი არ ადევს, დარწმუნდით რომ ჭიდი მოხსნდე და მე შეგიძლია უკვე ეს წინ მიუშვა და დაკეტოთ. თუ ბნელა თითი ჩაყავით დარწმუნდით რომ შიგ არაფერი არ ადევს. ეს არ არის საყოფა ცხოვრება ნივთი, ამითი ადვილად შეიძლება ვიღაცა მოკლად დააზიანო და ასე შემდეგ. ასე რომ ეგ ამბავი არ გააკეთოთ. შეხედეთ კიდევ ერთხელ მთლიან თობს, შეხედეთ ლამაზია, აი ესე გააკხო ახლა მოიტანე. აი ესეთი თოფია. და მთლიან შეხედეთ პრესტიჟულიც არის. რა ვიცი, ბრუტალური იარაღია რაღაცნაირი, ხელში გიჭიროთ გემრიელად. და კიდევ ერთხელ თქვი მძიმე თოფია. როგორ ისვის ნახეთ. სოლის შეგრძნებზე გეტყვით 10-იანზე ისვის რა, საერთოდ არანაირი მოძრაობა არ აქვს და იქ არის ესეთი მძიმე იარაღების პლუსი. იმაზე ხო თქვი ჩამოსადები მოძრაობს და არ არის კაი აზრი. მაგას ჯობია თუ რამე ისევ ხეში ჩაარჭოთ ან ამ უძრავ იმაზე დადოთ რა ქვია. არამეზე ჩამოდოთ ან ტოძიან რაღაცა ხელიდან სროლა. ამისი არის ცოტა ნუ მაჯა უნდა გქონდეთ ძლიერი რა. ან აი ესეთი კუთხე გააკეთეთ, ჩამოდეთ ხელი და ისროლეთ. მე ხლა ამას ეგრეც ვისვრი. რკინის ფილა აქვს წამოღებული მეპატრონეს. მოდი გზეილულ აქ და იმ რკინის ფილას ვესროლ და ვნახოთ ეს გახურტავს თუ არა. ან როგორ დააზიანებს. ეხლა ჩავიდეთ ისე საიდან ვისროლთ და იქიდან ვისროლთ. აი ესეთი რკინის ფილა მოიტანა მეპატრონემ. ალბათ იქნება 3 მე ამას დავში ამოვიღებ რა. აი ესეთი ჟანგენი რკინადებს. მოდი აქ დავდებ. და ვესროლთ. ვნახოთ ამას როგორ დააზიანებს. აი ეს. რიპოშეს და რაღაცას არ მისცეს, მაგრამ ყველა ვარიანტში შეიძლება მიცეს. ამიტომ ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების ზონები. ჩავდებ ერთ სალტყვიას. აი ერთ სალტყვიას ჩავდებ.
და ნახოთ როგორ დააზიანებს. სოლის შემდეგ მე რკინის აძებნით ამოიღეთ ჭიდი დარწმუნდით შიგნით არაფერი არ ადევს შეგიძლიათ მე უკან დასხელდეთ. მოდი მივიდეთ ვნახოთ რა ქნა. ხო კიდე რა უნდა ვთქვა სასწრელი აქ მაგარი რბილი და სასიამოვნო რა. მოდი ახლა მე ამას შევოხსნი. აი ტყუის ფრაგმენტები ვიპოვნე, საიდანაც მოხდა. ვაჰ, კაცო. ესა გულიანად გაუკეთებია. აი. ცა კარგად გადავხსნა. ეცად გამომოთი. აი ესეთი ფრაგმენტები დარჩა. მაინც აი კიდე. აი ესე. სუნთლად დაიშალა, ახლა მაგას მე შემოხსნი. არა გულით არის გაკეთებული. ვანო მე ეს კაღალდი იმდენია რომ მაკულატურაში ჩავობოთ. იქნება რაღაცა გვეშველოს. აი შეხედეთ. ოდნავ ჩაღუნა. არის აი ამ სისქერკინა, აი რავი 3 მმ იქნება, რა მეორე მხარეს გამობურცა. ასე რომ გავხრეტით ამის ესეთ რამის უკან თუ იმალებით ვერაფერს ვერ იზამს. თვითონ აი ტყუის ფრაგმენტები ესეთი დარჩა. იმიტომ რომ ქაღალდში დაიჭედა რა. ესაც ბუნებაში არ დავყარო, ტყუია ჯიბის ჩავიყრი, მე გავიწა სადმე გადავყრი. მოკლედ, მეგობრებო, აი ეს იყო აი მიარაღის განხილვა. რუგერი PC კარაბინ. კარაბინიც არის. მაგარი გემრიელი იარაღია, სანადიროთაც გამოდგება. უბრალოდ ჯანზე უნდა იყოს, რომ ესეთი იარაღის, ну ჯანზე როგორ ეხლა ძალიან ძიმეს არ არის, მაგრამ არ არის მსუბუქი რა. ამით დავამთავრეთ ამის განხილვა, კარგად მზადდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.